ჯგუფები მეგობრებო, ეს არის გარემოცვა და ეს არის ინფორმაციული ველი. როგორც წესი ამ ველთან არის დარღვევა. არიან თითქოს რაღაცა ინფორმაციულ სიხშირეზე მიბმულები, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ან თითქოს სულ ინფორმაცია მინდა, სულ ურთიერთობები მინდა. ოღონდ ეს არის ზუსტად ის, რომ მე ენერგეტიკულად არა ვარ ამ კომუნიკაციაში, ენერგეტიკულ ველში არ ვარ, ინფორმაციულ ველში და თითქოს ვაძალებ კი არა, მივედმოვედები ყველაფერს თითქოს, რომ აი კონტაქტები, კომუნიკაცია ზუსტად არ მესმის მათი ენა, ან მათ არ ესმით ჩემი ენა, ხო? ეს სახლების მიხედვითაც უნდა გაითვალისწინოთ. პირველი სახლი ვერძი არის, მეორე სახლი კუროს ენერგია არის, იქაც ანალოგიური მსგავსი სიტუაცია არის. მესამე სახლის მსგავსი არის, რომ მე შეიძლება ან ვერ ვახდენ კომუნიკაციას სწორს ხალხთან, ან არ ესმით მათ ჩემი, ან მე არ მესმის მათი, ან მე სხვა რაღაცას ვამბობ, იმათ სხვათან სხვა ინფორმაცია მიდის. აი კომუნიკაციაში დისბალანსი არის გარკვეულწილად და ენერგეტიკულ ველს გულისხმობ აქ და მე იწყება უკვე ენერგეტიკული ველი, როცა გაედინება ენერგია და იქ შიგნით ენერგია არ არის, მოდის მე ძალიან ბევრი პრობლემა ამ ზონიდან, იქ ნათესავები, ოჯახის წევრები, საინფორმაციო ველი და ასე შემდეგ მე ყველაფერი ითქვიფება ეს ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ რა არის სწორი ინფორმაცია, რა არ არის სწორი ინფორმაცია და ასე შემდეგ.